დიდი მადლობა. ვერც მოგესალმეთ, ვერა ნორმალურად, ბოდიში. საიდან გამომიყვანეს? ესე და ჩაუსები რა. საიდან გამომიყვანეს? საიდან და რამდენჯერ? არა. თავარ გამოსასვლელი კი არ გამომიყვანეს. ხო, ნახე. ნახე, რამდენიმეჯერ ჯერიქით ვერია. დიდი მადლობა. ჩართულია კამერა? ერთი წუთი ხა მოთავსდები და მოთავსდი. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. აუ, ნახავ. ჩემი მეგრელები გენაცვალე. სე. ამოდი. ხალხი. მადლობა. პირველ რიგში დიდი სიყვარული გულწრფელი ადამიანური. როგორც მეგობარს. ეს ერთი, მეორე ბედნიერება, როგორც მხარდამჭერის მიერ გამოთქმული არ მალავ ამას ეს ისედაც ყველა მიცის. რა გრძნობით გამოხვედი. იცით, დიდი შემართებით ვარ და შეპყრობილი ვარ ბრძოლის ჟინით. არის ეგრე, არ დაიღალე ხა? არა, ნამდვილად ასე ვარ. გადაჭარბების გარეშე. აი, წყურია გამარჯვება. შენ გამოხვედი ორ შაბათს. თქვი რომ სხვადასხვა ეთერებში ბევრ რამეს მოვიცავო, მე უსმენდი, რასაც ლაპარაკობდი. იმედი მაქვს რომ კვირას, აი ამ კვირას ჩემთან დაასრულებ გადაცემას, ორ შაბათს დავიწყეთ და კვირას დავასრულებთ. ანუ პატიჟებ და შევთანხმდით. ეხა მანამდე რა მინდა მენდომება მე რო გაარკვიო. ეხა არ ვაპირებ ჩაძიებას და საბოლოო პასუხების გამო ტყუებას ისეთ შეკითხვებზე, როგორიც არის მაგალითად, შეხვალთ თუ არა პარლამენტში, მოაწერთ თუ არა ხელშეკრულებას ხელს, თუ რამე სხვა კომბინაცია იქნება და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაცა ინფორმაციები მაინც ბუნებრივია, მაინტერესებს. ხო. ხელმოწერის პროცედურა. შარლ მიშელის ხელშეკრულებაზე. შენთვის არ იყო ცნობილი, ესე ვიცით. იყო თუ არა შენთან კონსულტაციები შინაარსზე და ხელმოწერის თარიღზე. იცით რა, მინდა ძალიან ფრთხილი ვიყო ამ გრძნობიარე საკითხებზე საუბრის დროს, რომ ნებსი თუ უნებლიეთ უბრალოდ არ დავტყუოს თავშეშლება რომ ან ვიღაცას ვაკრიტიკებ, ან ვიღაცასთან მიმართებაში მაგ რაიმე პრეტენზია არა. პირიქით მინდა თავშივე დავძინო რომ ეხა ერთობაზეა ხშირად საუბარი, მაგრამ ერთობა მე რაც პოლიტიკაში ვიყო შემთხვევაში არასოდეს არ მინახავს. ეს არ არის უბრალოდ კონკრეტული საკითხების გარშემო ძალები გავაერთიანეთ, ხო? როგორც ასეთი ხა ერთობა და ამაზეც იმედია შენ ეთერში მეკნება ცალად საუბრის შესაძლებლობა, ხა. ამიტომ ხა კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ჩემთან იყო მეტნაკლებად შესაძლებელი სატელეფონო ზარების მეშვეობით მათ შორის, როცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იქ აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ გვერდის ოთახში გასულიყვნენ და დაერეკათ ჩემთვის. მაგრამ უშუალოდ იმ დღეს, რომ ხელი ეწერებოდა ამ დოკუმენტს, მე არ ვიყავი საქმის კურსში. ეხლა რაც მოხდა, როგორც მოხდა, ბევრისთვის მისაღები იყო, ბევრისთვის მიუღებელი იყო. მოხდა ეს, ხო და მე ვფიქრობ, რომ ის ნაწილი ოპოზიციის, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არ შეიძლება რომ თუნდაც აი იმ პლატფორმაზე ბრძოლის, რომელზეც ისინი შევიდნენ, მარტო დავტოვოთ. იმ გაშმაგებულ ეს რას ნიშნავს? კარგად გამიხსენე. წინადადში უნდა ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, პარტიაში უნდა ვიმსჯელოთ მოკავშირეებთან, ყველასთან, მაგრამ ეხა მიფიქრია, ხო, ეხა სიმართლეს გეუბნები ხა. თუ პარტია პარლამენტში არ შევა და ამის აბსოლუტურად მაღალი ლეგიტიმური საფუძველი არსებობს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ რო არ შევიდეს ისე გაყალბებული არავინ არ უარყოს ასეთი რამდენიმე მანამდე შესული ოპოზიციონერს თუ არ ჩავთვლით, ანუ ერთი 4 თვის რო შევიდა ვისმენდი კომენტარებს და ოდიოზური შესულებს ოპოზიციონერებმა ვერ დაგვაწმუნეს არჩევნები რო გაყავდა არ და ერთად ვიბრძოდით, ერთად აქციაზე ვიდექით, ნუ ეს სხვა საკითხია. ჩემის აზრით
თუ ვიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ ნაწილი ოპოზიციის არის პარლამენტს გარეთ, რაც ლეგიტიმურია, იმიტომ რომ პოლიტიკა ახაც კეთდება და მეორე ნაწილი თუნდაც მომცრო არის შიგნით, გარდაუვალი არის კონფლიქტი ამ ძალებს შორის, რაც ვის აწყობს ივანიშვილის ნიკას შენ კითხე ნიშნის მოგებით ნიკა ბოდიში ვაწყოთ ნიშნის მოგებით საუბარი უნდა შევწყვიტოთ ორ ადამიანის შორის ორ სუბიექტს შორის ორ დაჯგუფებას შორის რაღაცა გაუგებრო ხდება ყოველთვის ცხოვრებაში ორივეს ბრალია ვიღაცის მეტად ვიღაცის ნაკლებად ეხა გასაგებია მე არავის გაკითხვას არ ვაპირებ მაგრამ ეხა ის რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებს სხვა პარტიის აი ბარიერ გადაულახავებს რო ეძახდნენ ატო ეძახდით ბარიერი გადაულახავს იმ პარტიას, იმიტომ რომ ბარიერი ვინც გადაალახა, ან ოდნავ გადაალახა და ამბობდა რომ გამიყალბესო, აი ვისაც არ გადაალახიეს, იმას არ გაუყალბეს. უბრალოდ მეორე დღეს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მე ერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინე აი ესეთი განცხადება, რომ ისეთ შეთანხმებას მოვაწერეთო ხელი ოცნებაც ვაიძულოთ უნდა და ნაციონალებიც ვაიძულოთ უნდა რომ ჩვენი თამაშის წესებით ითამაშონ ასეთი და მესამე დღეს მე მგონი საუბარი გაჩნდა უკვე რაღაცა მესამე ძალაზე და მესამე ცენტრზე ნახეთ მეც კი ბევრმა ადამიანმა 10000-ობით ეხა რა ვიფიქრეთ იცი ვიფიქრეთ რომ ანუ იქ მოლაპარაკების მაგიდასთან საერთო ოპოზიციური ინტერესები იქნა დაცული თუ ვიწრო პარტიული გაგება იყო უზრუნველყოფილი ვიღაცის მიერ, იმიტომ რომ ხა ადამიანი არ ვასახელებ განგება, მივხვდება თავდება ესე ხო? ის ხა ორ დღეშია, მეორე დღეს რო იძახეს, ვაი ნაცებიც და კოცებიც ვაიძულეთოთ ჩვენი თამაში. მაგრამ პირველი არ არის. აღაშფოთო, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეგრე ლაპარაკობს ეგ ადამიანი. არა, აღაშფოთო და ბუნებრივი მოკავშირეობა ხშირად შეგიბრუნებია კი, მეც აღაშფოთო, მე წარმოვიდგინე რომ ანუ სხვა ინტერესები კონდა მას გასატარებელი, ხა ლეგიტიმურად რომ შევხვდებით ავლაპარაკები რა. გიორგი ვაშაძეზე ვლაპარაკობთ. შეიძლება არ დაგეთანხმო, არ დამეთანხმო ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე, მაგრამ მეორე დღეს რო ნიშანს გიგებ. და დაიწყო. მე რა თქმა უნდა მეორე მხარემაც არ დააკლო, იმან გადააჭარბა პირველ მხარე მეორე და როგორც ხდება კონფლიქტი გაგვიდა, მაგრამ ეს არ არის კონფლიქტი. ჩვენ ერთნაირები ვერ ვიქნებით, მაგრამ უნიშნელო საკითხებთან დამოკიდებულება უნდა გქონდეს ერთნაირი. იმიტომ რომ რომელია ეს საკითხები? რეჟიმის ცვლილება, ნიკა, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი რაღაცა თითქოს წარმოსახვითი რაღაც ილუზორული ეტაპი მივიღეთ, სადაც უკვე არ იქ აგერ ხვალ პროპორციული წესი ტარდება არჩევნები და რა თქმა უნდა ეს პაიქრობა უნდა იყოს ერთმანეთს შორის, იმიტომ რომ ვინც მეც აიღეს, მეტად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. არჩევნები მოსაპოვებელი გვაქვს და ვერ გავიმარჯვებთ თუ ძალები არ გავაერთიანეთ. გამორიცხულია. ძალების გაერთიანება კოორდინაცია თუ კოორდინაცია არა. მაღალი დონის კოორდინაცია უნდა იყოს. ეხლა რატომ მაინდა-მაინც საუბარი მიმდინარეობს თბილისის მერობის კანდიდატ ძალიან მიყვარს. ეხლა მე რამდენადაც საქმის გულში ვარ, თბილისის მასშტაბით, ხო, 10 მაჟორიტარული ოლქი იქნება და არა 25. თუ ოპოზიციური პარტიებს არ ექნება კოორდინაცია, აი ეგ პირდაპირ ეთერში ვეუბნები საზოგადოებაზე, ბოლომდე გულწრფელი მინდა დავრჩე საზოგადოებას. 10 ოლქს მოიგებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ აქ მეორე ტური არ არსებობს, ერთი ხმითაც შეიძლება ქართული ოცნება, ანუ პირველ ტურში გამოვლინდა და გამარჯვება. 43%-ს როგორ უყურებ? აი ნახეთ ხო, რა აი მაგალითად საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხო? თუ ოპოზიციას ეყოლება 6 მაჟორიტარობის კანდიდატი, ხელისუფლებას 1 მოიგებს, რა თუნდა და ეხლა ვიღაცა თუ ამბობს, რომ არ შეიძლება აქ კოორდინაცია ვიღაცის კოლგის ჯერის კონფრონტაციულია, ხო ეს საუბარი რომ მესამე ცენტრობა რატომ უნდა გინდოდეს? მე პირველი ცენტრობა მინდა. აი მესამე რატომ უნდა გინდოდეს? მე ყველას თავის გაკაჩვა აქ ასე თქვა. 53% ნელად მისაღწევია. ალალად გეუნებით და მე როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციფიკიდან ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავდება, პლუს გვაქვს მიცემული დაახლოებით 150,000 ხმიანი ფორა. ეს ანუ 150,000 ხმიანი ფორა მივეცით, ხო? მერე
ეხა რეგიონებში ეხა არჩევნები როცა ტარდება სოფლად იქ რაც ხდება დავინახეთ ხო როგორი ძალადობა და როგორი რეპრესიებია როცა ადამიანს ეუბნები თუმცა მარტო პროპორციული ხმებიდან ითვლება ეს 50. კი მაგრამ მე ნახე როცა ადამიანს ეუბნები შენი სოფელში რომ წამოდი ჩემო კარგო დადები შენი ოჯახის უსაფრთხოება სასო ასეთ პირობებში უწევთ მათ აქ არჩევნებში ჩართვა და დამიდექი გვერდში იმან რა იცის იცი რომს მოიგო არჩევნები ერთ წელიწადში იქნება თავარი ეხლა მე შეგაკვდე შენ აქ და სუსი ადგილზე და ხო აქ პოლიციის უფროსი იგივე იქნება სუსის უფროსი იგივე იქნება პროკურორი იგივე იქნება ეს არის სერიოზული ფაქტორი ნიკა 5 თვის განმავლობაში მე ამაში დავწმუნდი გდანის რაიონში და თუ არ იქნება ოპოზიციური დიახა ძალთა გაერთიანება და არა ერთობა მაღალი კოორდინაცია არა მე აი როგორც შენ გელაპარაკები ნიკა გვარამიას ასევე ვარ დარწმუნებული ქიმერ არის ამაზე საუბარი და მე მაგალითად საზოგადოებას არ მოვატყვილებ და კამპანიისთვის არ შევალ კამპანიაში გამარჯვებისა ნამდვილად შევალ საქმე იმაში კი არ არის რომ ბევრი კანდიდატი რა თქმა უნდა ყველა პარტიული სია უნდა იყოს დამოუკიდებელ წარმოდგენილი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ თუ სოფლად კანდიდატები მერების კანდიდატები ყველა ოპოზიციას თავისი ეყოლება კლიმატი არ იქნება საბრძოლო ჩვენ გავატარებთ ამ კამპანიას ერთმანეთის ეჭმაში ეს ხო არ არის ამოცანა ერთმანეთის ეჭმაში და მაშინ ვაღიაროთ და თქვენს მაყურებლებს ვუთხრათ რომ 2024 წლამდე ბიზნეს ივანიშვილის რეჟიმი იქნება ეს ჯობია ვიღაცებმა ხო ეს ჯობია არა ხო ეს ჯობია ვუთხრათ სიმართლე ვუთხრათ მაშინ იმიტომ რომ ეხა მე თბილისის მაგალითად არჩევნები როგორ მესმის არა მარტო საერთო თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე რაც უმნიშვნელოვანესი თანამდებობაა ხო საერთოდ უნდა ვიცოდეთ შეიძლება ვიცოდეთ თქვენ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატი იყავით გვერდით გედგეთ ადამიანი ვინც თქვენი მერობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე მე ასე წარმომიდგენია მე მართლა არ გადამიწყვეტია მაგრამ თუ ოპოზიციური ფართო სპექტრი ჩათვლის რომ ჩემი წვლილი და კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებზე ხო რა თქმა უნდა მე უკან არ დავიხებ მიუხედავად იმისა რომ ხა დიდი სიამოვნებას ნამდვილად არ მოგრის ეს არჩევნები მაგრამ ისიც მესმის რომ საბრძოლველია მაგრამ აი ნახე დაწყებული ერთი კანდიდატის გარშემო კი არ უნდა მოხდეს გაერთიანებული ანუ საიდან გაჩნდა ეს სრულ წარმოდგენა საკრებულოს თავმჯდომარე წინასწარ უნდა იცოდეს მილიონნახევრი ქალაქმა ვიცემერი უნდა იცოდეს ვინ იქნება მერის მოადგილეები უნდა იცოდნენ გდანის გამგებელი ვინ იქნება ის უნდა იცოდეს საკრებულოს თავმჯდომარე საბურთალოს გამგებელი კეთილმოწყობის სამსახური და ეს უნდა იყოს ეკლექტური მრავალფეროვანი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები დაკომპლექტებული ანუ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთი სუბიექტია მაგრამ კოორდინაციაზე როცა საუბრობ არა თუ ეს მოხერხდა თავისთავად კოორდინაცია იგულისხმება რომ მოხერხდა ხო ეხლა ვიღაცის გარშემო კი არ უნდა გავერთიანდეთ ხო გუნდი უნდა წარსდგეს საზოგადოებამ დაიჯეროს რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები ლიდერები რომელსაც შეუძლია თანამშრომლობა რა თქმა უნდა პროპორციული სიით ჩვენ უნდა ავიღოთ მაგრამ პრაქტიკა რაცხად ჯერთვის არ შემიძლია ამაზე არ გაგცეთ პასუხი საუბარი 7 არჩევნებიო ხო დადასტურდაო რომ წავაკეთო ამ პოლარიზაციით რომ 2012 წლის არჩევნებს თვლიან 13 წლის არჩევნებს რომელიც ახლა ჯოხიცოდ დაკიდო ისე იმარჯვეთ 2016 წლამდე ქართულ ოცნებას ქონდა უდიდესი ნდობა საზოგადოებაში ვაღიაროთ ხო 2017 წელს ოპოზიცია ხოცავდა ერთმანეთს ანუ არასოდეს არ ყოფილა ერთობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სად იყო ხალხო ერთობა სად იყო ყველას ყავდა პრაქტიკულად თავისი კანდიდატი დათო უსუბაშვილი გენშიკლიდა დამოუკიდა თავისით იქ შალვა ნათლაშვილი ზურა გილჩი ჯაფარიძე ყველა დათო ბაქრაძე აქეთ გრიგოლ ვაშაძე ანუ ხოცავდით ერთმანეთს რას სად იყო ერთობა რომ საერთო კანდიდატს 2018 წელს რო შეთანხმებულიყავით დაუშვათ პირველ ტურში ეს სალომე ზურაბიშვილი არ იჯდებოდა იქ სადაც ის 2020 დაწონებული ვარ
იმიტომ რომ მათემატიკურად ეგრე გამოდის ნამდვილად. არ ვერ მოხერხდა, იმიტომ არ იყო ამის ნიშან წყალიც კი არ არსებობდა. ხო არა, არ მოვატყუოთ ერთმანეთს. ანუ ისე საუბრობ, თითქოს ოდესმე მქონია ერთობა არჩევნების პროცესში. 2020 წელს რა მოხდა? 2020 წელს სად იყო ერთობა, ნიკა? ერთობა იყო რამდენიმე თბილისის ოლქში. ძალიან მძიმე პროცესები მიმდინარეობდა. მაგრამ ამას თქვენ გაბრალებენ რომ არ იყო მაჟორიტარებზე ერთობა, მაგალითად. მაჟორიტარებზე ერთობა. უნდა ითქვას სიმართლე, რომ ევროპულ საქართველოს ქონდა ძალიან მყარი და სწორი პოზიცია და მე ხარს უჭერდი იმ პოზიციას, რომ მაჟორიტარულ ოლქებში უნდა ყოფილიყო, ძირითად მაჟორიტარულ ოლქებში ყოლოდა საერთო ოპოზიციური კანდიდატები 30-20-ში მაინც და სამწუხაროდ არ მოხერხდა, მარტო თბილისში მოხერხდა, ისიც დამოუკიდებლად ჩემ თავზე ავიღე ეს ინიციატივა, ამის მიღმა მე კიდე რო წავსულიყავი პარტიაში უბრალოდ გონია რომ სერიოზული კოლაფსი მოხდებოდა არჩევნების პროცესში, ამაზე საუბარი ხა არ მინდა, ბუნებრივია არ იყო ჯანსაღი ვითარება ჩვენს პარტიაში, მით უმეტეს ხა ბევრი ადამიანს ჩვენს კანდიდატს რეგიონებში ხა მათო და ბატონ გრიგოლ ვაშაძეს არ სურდა რომ ქუთაისში ყოფილიყო საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ხო არ დავაძალებდი, ხო? მაგრამ რა რაჩვენა პრაქტიკულად არ სურდა საერთო ოპოზიციური კანდიდატობა? არ სურდა ნამდვილად. მაგრამ ნახეთ, ევროპულ საქართველოს ჰქონდა ეს პოზიცია. და სწორი პოზიცია ჰქონდა. თბილისში რა მოხდა? სადაც აი გდანის რაიონში 16 მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. ნიკა ხორგონია თუ მარტო მე ვიყავი და ლევან გოგიაშვილი 16. ეხლა იქ ლელოს თავისი კანდიდატი ყავდა და ვაფასებ მათ პოზიციაზე, რომ ახალი პარტია იყო, მაგრამ ხო და ეს ნაბიჯი გადადგეს და კიდე ძალიან ბევრი პარტია იყო. მე არ მგონია რომ მე კამპანია ჩავატარე, ის იყო ომი და მაინც წააგეს. და წააგეს როგორ, იმიტომ რაღაცა სინერგია შეიქმნა. სინერგია, რომელმაც რა მოგვიტანა, ნახეთ, პარტიებმა, რომლებმაც მე ხარი დამიჭირეს. ხო? და პლუს ნაციონალური მოძრაობის მიერ აღებული ხმები, რაც იყო ჯამური. იმაზე გაცილებით მეტი ხმა ავიღე ქართული ოცნების ამორჩევლის ხმები წამოვიღე ნაწილი. და რა, იმიტომ რომ ირწმუნა გდანის რაიონის მაცხოვრებელმა, რომ ეს ბიჭი იგებს და ღირს ამისთვის ბრძოლა არ დაიხევს უკან ოპოზიცია გაერთიანებული, მაგრამ მომიჯნავე ოლქებში იგივე არ ხდებოდა. საქართველოს ოლქების 50%-ში მაინც ყოფილიყო ერთობა, დღეს ხელისუფლებაში იქნებოდა ოპოზიციური კოალიცია. მე დარწმუნებული ვარ მიუხედავად გაყალბებისა. ნიკა, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ კოორდინაციის გარეშე შესაძლებელია წარმატების მიღწევა, რბილად ვთქვა, სიმაციანობას არ შესაბამება, მე მექნება კონსულტაცია ყველა ჩვენს პარტნიორთან, აქტორთან, მთავართან, ვისაუბრებ, ჩვენ გულით ტკივილს ვეთქვი, ჩვენ ხედვას გავაცნობ, მათსაც მოვისმენ, ამის შემდეგ ვიქნები ძალიან გულწრფელი საზოგადოებასთან. აი ამ პირობას ვდებ ნამდვილად რა. გრიგოლ ვაშაძე ახსენე და ნაციონალური მოძრაობის სიით ორი ადამიანია შესული პარლამენტში, გრიგოლ ვაშაძე და სალომე სამადაშვილი. უნდა კითხო ორივეზე, რა თქმა უნდა, ვერაულით გვერდს ამ შეკითხვას, გრიგოლ ვაშაძის გამოჩენას არავინ არ ელოდა, მათი ასე ვთქვათ. სად იყო და სად არა, მან მოაწერა ხელი და არ ვიცით ახლა პარლამენტში შედის თუ არა. სალომე სამადაშვილი საკმაოდ კონფლიქტურად წავიდა, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობიდან, გულისხმობ ნაციონალური მოძრაობის მომხრეების აღქმას და ის იყო შენთან შემოსული. რაზე ისაუბრეთ, თუ საიდუმლო არ არის და რას ფიქრობ გრიგოლ ვაშაძის შესვლაზე? მე საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით განგება არ ვისაუბრეთ, არ იყო შესაბამისი ხა გარემო, რომ ამაზე ჩვენ სიღრმისეულად გველაპარაკა. ის რაც მოხდა, რომ არ მომხდარიყო, ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, ძალიან განვიცადე, თუმცა ამის გამო ხა მტრად გამოცხადება ადამიანის არ შეიძლება. ხო იცით ხა თუ ინგლისელები ამბობენ divorce is better than unhappy marriage. ხა თუ პარტიაში ბედნიერად ადამიანი ვერ გძნობს, ხო? ბუნებრივია, ჯობია ცივილიზებულად ჩვენი გზები უბრალოდ ხო
არა თუ გაიყაროს, არამედ ნუ დაშორდეს დროებით ერთმანეთს, მაგრამ დარწმუნებული მიზანი იგივე დარჩება. თავარი მიზანი ხო უნდა გამოვკვეთოთ რა არის? არ ემასწორება 6 წლის შემდეგ, 7 წლის შემდეგ, მაგალითად, რომელმა პოლიტიკურმა ლიდერმა რომელს გაკრა კვილი პოლიტიკურად, ხო? მაგრამ რეალობა და ყოფა, რომელშიც ვიქნებით, არა თუ გვემახსოვრება აღვიქვამდე და დავინახავთ. ნუ კვილის გაკრას გაცდანი პირველ სალომეს მიმართ პრეტენზია ის იყო, რომ ციხეში მყოფი თავმჯდომარე არ ცოდნის პირობებში ხელი რატომ მოაწერე, ან გასულიყავი ჯერ პარტიიდან და მაშინ მერე მოგეწერა, საერთოდ იმიტომ რომ მოლაპარაკებებზე მოხვდი პარტიის მანდატით, მეორეს მხრივ პარტიის მხრიდან ვერ ვიტყვი რომ პარტიის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ მხარდამჭერთა რაღაც ჯგუფის მხრიდან იყო ძალიან მძიმე ასე ვთქვათ შეურაცხყოფები სალომეს მიმართულებით ძალიან კარგად ჩემს მიმართაც ყოფილა იყო ეტაპები ხო მხარდაჭერების მხრიდან რა საკითხთან დაკავშირებით გაუგებრობა არ მეთანხმებოდა ბევრად ნორმალური ამბავ მაგრამ იქამდე პარტიამ გააკეთა იქამდე არა ნუ პარტია ნაციონალურ მოძრაობას ყავს ძალიან ერთგული პატრიოტი და მგრძნობიარე აქტიური ამომრჩევლები, აქტიური ამომრჩევლები ყავს, პასიური ამომრჩევლები ძალიან ბევრი, მაგრამ აქტიური ამომრჩევლები არიან, რომლებიც მართლაც როგორ გაშმაგებულ ბრძოლაში არიან ბოლო 8 წლის განმავლობაში, ხო ხდებით, ამიტომ ნუ გამომტყუნებ და არც სალომე ამტყუნებს ამას. მათ დარწმუნებული ვარ, უბრალოდ მე გული აზრწყდება იცით რომ ეს ნაკლოვანება ეს დეფექტი აქ ციხეში ყოფნას რომ არ ყოფილიყავი სადაც ვიყავი მგონია დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდებოდა არ მოაწერდა ხელს ამოდაშული არა ამბობ ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა ეხლა მე თუ გარეთ ვიქნებოდი მოლაპარაკების მაგიდასთან ვიქნებოდი და ბევრი რამ სხვაგვარად წარმართებოდა. ანუ მარტო შენიშნებოდი სავარაუდო და გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი მიიღებდა. არა, ხა ძირითადი კონფლიქტი რას მოყვა ხო ამინისტრიის განოს მოყვა ჩემს გათავისუფლებას, არ გათავისუფლებას. ნუ ერთი მოლაპარაკების პროცესის მგონია რომ სხვანაირად წარმართებოდა და მეორე უბრალოდ ურთიერთობებს გავუფრთხილდებოდი, ამას შევძლებდი. კარგი, მეძულფასება, იცით ყველა ადამიანი ძალიან მეძულფასება, ვინც ჩვენს პარტიაში არის და მან შეიძლება პარტია დატოვოს. ასეთი ბევრი ყოფილა, ბევრი არაფერი. გრიგოლ ვაშაძე იყო მეორე ადამიანი. ხო, მე არ შევადარებ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს, სალომე სამადაშვილის სასარგებლოდ. არანაირად არ შევადარებ, ახლოსაც ხას არ გავალებ, რატო იცით? სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილება იმ მომენტში შეიძლება ბევრმა მიიღო ისე როგორც მიიღო და იყო ამისი საფუძველი ხო მათთვის დაუშვათ არა მაგრამ მას ეს არ დაუმალავს მან ეს თქვა მან ამაზე ისაუბრა პარტიაში და განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა და მუდმივად ასეთი არის სალომეს მე რასაც ვიცნობ ხო თუმცა პარტია როგორც აი იურიდიული სამართლებრივი ფორმა რთული ორგანიზმია სრული სისტემა დამოუკიდებელი როცა ხარ რასაც გინდა აკეთებ მაგრამ პარტიაში როცა გადაწყვეტილებები მიიღება ერთობლივად თუ არ ვეთანხმები და უმრავლესობა ეთანხმება იმას რასაც მე ვეთანხმები მე უნდა დავეთანხმო ხო ეს სალომეს სასარგებლოდ შეიძლება არ მეტყველებდეს იმიტომ პარტიას აქვს ეს მუხრუჭი ბოჭვა ასე ვთქვათ ხო კი ეს ბოჭვა ჩავლებული აქვს რა ხა პარტიას ხელი კამარზე და თუ 10 კაცი არის თანახმა და 2 არის წინააღმდეგი ნუ 10 იმარჯვებს რაც შეეხმარა სალომე იყო ვაღიაროთ გულწრფელი არ დაუმალოს მე ამას პოლიტიკური საბჭოს თომა ჩატარდა იქ დააფიქსირა მისი პოზიცია და წავიდა და ნუ მოლოდინად მას დახვდა ის სურათი სადაც ხელი მოაწერა რაც შეეხება ბატონ გრიგოლ ვაშაძეს ხო პარტიაში თუ კი ვინმე მე შორსვამე არ მინდა გავაკრიტიკო და არც გავაკრიტიკებ ბატონ გრიგოლს უბრალოდ აზრს და პოზიციას ვაფიქსირებ და გამოთქვა არაფერი არ უთქვამს არც წასვლაზე არც განცხადების გავრცელებაზე როცა ვრცელდებოდა რამდენიმე განცხადება გავრცელა და ეხლა როგორ შევადარო სალომე და გრიგოლი ანუ პარტიის თავმჯდომარე ხო თუმცა ინგლისურად მიდის თავარი მომლაპარაკებელი იყო ის ვიდრე წავიდა ასევე იკა ბევრი ამბობს რომ მომენტუმი გაუშვი როდესაც არ გამოხვედი შარლ მიშელის აკყოფნის დროს რას ფიქრობ შენ მეც ხედავ
რო არ დაგიმალო უპირატესობებს მაშინ გამოსვლის. თუმცა უშინდელგი ჩემ გადაცემაში ვთქვი, რომ 3 კვირის მერე გამოსვლით ძალიან საინტერესო რაღაცებს და საინტერესო დაკვირვებები მქონდა და აღმოვაჩინე, რომ როცა მელია არ არის ოპოზიციური სპექტრი ძალიან ობოლია, მაგრამ რატომ არ მიიღე ეს გადაწყვეტილება და ეხლა ამ გადასახედიდან მოვიხსენებ, რომ სწორი იყო თუ არა ესე მოქცევა. მე ვაფასებ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ვინც ამ ბრძოლაში არის, ვინც ახლა შევიდა პარლამენტში, ვინც არ შესულა ყველას და დიდ პატივს მე ხა არ მინდა სახელით გვარები დავასახელო, მე არ გამორჩეს არ ეწყინოთ და უბრალოდ მინდა თქვა, რომ ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, რომ ამნისტია მართლაც შინაგანად მიუღებელი იყო. მე ხო ვიცოდი ეს ჩემთვის კეთდებოდა. ჩემთვის როცა კეთდებოდა და იქ სამპოლიციელზე გავიგე იმ სამპოლიციელზე. აი გირაოზე იყო ჯერ ლაპარაკი. აუცილებელი იყო, რომ ხელი მოგეწერა. ეხა ის თუ გირაოთი გამოხვიდოდი შალმიშელის დღეს, უნდა მოგეწერა ხელი ასევე დოკუმენტი. აი გიპასუხეთ. იყო ცდარი მოსაზრება, თითქოს მე თუ დავთანხმდებოდი თავის დროზე ევროკავშირიზე გირაოს ასე თქვათ, გამოსასყის გირაოს შარიცხვას ამინისტია არ დადგებოდა დღესასწრებში. ეს ასე არ იყო. ორივე ერთად იყო კომბინაციაში. აგერ გამოხედი და მაინც ხო, კომბინაციაში იყო, ხარ ეს სიმართლე. სიმართლე. უბრალოდ ქართულმა ოცნებამ დოკუმენტზე ხელმოწერები მოატყვილა, ეხა დოკუმენტზე ხელმოწერებაც იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა ჩემთვის. შენ ფიქრობ, რომ მოტყუდნენ ეს ადამიანებს ხელმოწერა ამნისტიის ნაწილში? ხო, რა თქმა უნდა, ისინი ახლა ვერ წარმოვიდგენენ, რომ ქართული ოცნება ისე გაკადენერდებოდა, რომ ყველას შეხებას დააპირებდა ამნისტიის, ანუ ყველა მოძალადე. დღეს იძახის ქართული მომლაპარაკ ხელმომწერები იძახიან, რომ არავინ არასდროს არ ყოფილა ამნისტიის წინააღმდეგი, ეხლა გვესმის ნაცმოძრაობისგან პირველ ყველა ხელმომწერი პრაქტიკულად. ამ დეტალებში არ მინდა შესვლა, ჩემი პოზიცია ხო ყველა მიცოდა. ჩემი პოზიცია ხო ყველა მიცოდა, პოსტი მქონდა გამოქვეყნებული სასამართლოში მიმართე ჩემს მეგობრებს, ეს ხო ცნობილი. იქო შიგნითო და ამ დროს მაგრამ მე ხა მაგალითად ხო ახლა ბადრი ჯაფარიძე დაწონებული იყო, რომ ქართული ოცნება ამ სიგიჟეს არ გააკეთებდა და თუ შეიძლება იყო დაწონებული. ნუ არ ეწერა, ხა იბერე ხოჩადეს, ეხა დაუშვათ. ეს ხო მე ამ კანონ პროექტში ასახეს, რომ ყველას უნდა შევახოთ, მანამდე სამ პოლიციელზე იყო საუბარი. 3 იქით, 17 აქეთ. ასე საუბრობთ. ის 3-იც მიუღებელი იყო მართალია ჩემთვის, მაგრამ ნუ ის რომ ეხა ყველაზე განავცობდნენ, ეხა ამ ამნისტიას მაგას ეხა ვერ წარმოვიდგენდა ადამიანი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდა, ეხა აქ მისი კულტურელობის, რა თქმა უნდა, ძალიან ჯერა და ვის და ძალიან დიდი მადლობა პერსონალურად ბადრი ჯაფარიძეს. ეხა ამის უარყოფა არ შეიძლება. ადამიანები ვატყობ, რომ აშკარად წუხდა იმ ჩემი მდგომარეობით, რომელშიც ვიყავი. არ შეიძლება ყველაფერს მე ხას ნამდვილად ვერ გადაუსვო და არც გადაუსვო და არა მხოლოდ ბადრი ჯაფარიძე. უბრალოდ შეცდომა ჩავთვალოთ ვიღაცის მისაღები, როცა მიუღებელი და რა ვქნათ, ეხა ვიჩხუბოთ? არა, ეგ არ მიკითხე. არა. აი ეს მოაყოლე შენ შარლ მიშელის დღეს რატო არ გამოხდა? შარლ მიშელის დღეს ერთხელ მქონდა მე მიღებული შემოთავაზება გირაოს ჩარიცხვასთან დაკავშირებით ერთად-ერთხელ. ეს იყო 20 წინათვის 20 აპრილი, ხო? ეს გულისხმობდა, რომ ბატონ შარლ მიშელთან მე ოფისში უნდა მივსულიყავი, არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ვაკეში მდებარე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში და დოკუმენტზე ხელი უნდა მომეწერა, იმ დოკუმენტზე, რომელსაც არ ვეთანხმებოდი, წარმოგიდგენიათ, ეხა გულახდილად გეუბნებით ამ მოტივაციას, რატომ არ ამნისტიის ნაწილში ამნისტიის ნაწილში აი ძალიან მძაფრად. და ეხა წარმოვიდგინე სცენა, რომ მე გამოვდივარ პრეზიდენტ შალმიშელთან. სარგებლობ ევროკავშირის გირაოთი. ვეუბნები ადამიანს, მადლობა ბატონო შალ, რომ ჩამოფრინდით ბრიუსელიდან მეორეჯერ, მაგრამ ეს დოკუმენტი იქ რო დევს, ხელს ვერ მოგიწევს. ეს ხო იქნებოდა მისი შეურაცხყოფა და იქნებოდა ნამდვილად. და ვერ გამიგებდა ეს ადამიანი, ამიტომ ეს უხერხულობა ერთი ავირიდე და მასაც ავარიდე. იმიტომ რომ ეს იქნებოდა უპატივცემულობა მის მიმართ და ამის თაობაზე მე მქონდა რა თქმა უნდა
საუბარი საერთაშორისო შემდეგში. ანუ ეხლაც გამორიცხულია დოკუმენტის ხელმოწერა ამ ლოგიკით? იცით რა არის ამ წუთის მდგომარეობით მე ვერ წარმომიდგენია მაგალითად ამნისტიის ნაწილში ჩვენ როგორ უნდა მოვაწეროთ დოკუმენტს ხელი ვერ წარმომიდგენია უნდა ვიმსჯელოთ ეხლა იმ დოკუმენტს ხელი უნდა მოვაწეროთ რომელზეც ძვირფასმა კოლეგამ მეგობრებმა მოვაწერეს უკვე და მე ქართულ მოცემამ იკადრა ის რაც იკადრა და ეხლა უკვე პარლამენტში შესული ჩვენი პარტნიორი მეგობარი პარტიები აღარ ეთანხმებიან იმ ნაწილში ამნისტიის ანუ ეს ხო მოცემულობა და ეხლა დავემატოთ ანუ რა გამომტკიცოთ ის მათი პოზიცია ქართულ მოცემულობაში არა მე სამსჯელოა სერიოზულად თუმცა მივიღებთ დაწუნებული უნდა იყოს მაყურებელი პრაგმატულ და რაციონალურ გადაწყვეტილებას და ისე ვიმოქმედებთ. რა მაინტერესებს შენ თქვი აი პარლამენტში შესვლას უბრუნდები ისევ რომ თქვი რომ შესული მცირე პარტიებიო მათ ხო ზურგი უნდა გაუმაგროთო და გარეთ თუ ვიქენითო ანუ შენ იხრები შესვლისკენ ეს უნდა ეს გინდოდა გეთქვა არა მე რა მინდოდა მეთქვა ნახეთ ეხლა ეს ვითარება თუ გაგრძელდება ისე როგორც ახლა მიმდინარეობს უბედნიერესი იქნება ბიძინა ივანიშვილი უბედნიერესი გარდაუვალი არის ოპოზიციის ეხლა არის რაღაცა ბზარი და ღრიჭო გაჩნდა რომ ისე ამოსებაც შეიძლება ის რაღაცა შესაბამის წებურო არის ხო ისე ჩავასხეთ რა ქვია წელოცემეტი ხო რაღაცა შეიკრას ხო ისე ეს ურთიერთგაგება თუ ამას ხელს არ შეუწყობთ ჩვენ ყველაზე დიდი პარტია ну მოხდება ის რაც არ ჩვენ გინდა და არც ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში იმიტომ რომ იქნება ორმხრივი სროლა რას გულისხმობ პირდაპირ კონფლიქტი იქნება უბრალოდ გაუთავებელი ოპოზიციურ პარტიებს შორის შემსრულებლებსა და არ შემსრულებლებს შორის დიახაც კონფლიქტი რომლითაც ისარგებლეს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ვარ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ხოლმე ერთი გადაწყვეტილება მივიღოთ მოვაწროთ დოკუმენტს ხელი ხვალვე და შევიდეთ პარლამენტში მე მართლაც ყველა მინდა ვნახო და ესე ტეტ-ა-ტეტ ძალიან ყურადღებით ვისაუბროთ და მათაც გავაცნოთ ნაციონალური მოძრაობის შესაძლო გადაწყვეტილება. მე არ მინდა მაგალითად არც ლელოს დავუმალო, რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა, არც სხვა პარტიებს დავუმალო, რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა ასეთ კულუარულ კონსულტაციებში და რატომ? იმიტომ რომ პატივს ვცემთ ერთმანეთს. ნუ ფაქტია, როგორც მივხვდი, გაგვივდება, ანუ თუ ერთი ნაწილი დარჩა პარლამენტში. კონფლიქტი ეხლაც ძალიან გაღვივებულია და შენი გამოსვლა ამ ხრივ საიმედოა ნამდვილად. გაღვივდება, ამიტომ გაღვივდება, იმიტომ რომ არის მოსაზრება რომ გაყალბებულ პარლამენტში არ უნდა შევიდეთ, რატომ უნდა შევიდეთ? არის მოსაზრება რომ ახლა პარლამენტშიც უნდა იბრძოლო და გარეთაც უნდა იბრძოლო და არავინ არ გეუბნება რომ ახლა პარლამენტში შეხვედით რაღაც კონკრეტული საკითხების გარშემო დისკომფორტს უქმნი იქ ოლიგარქის წარმომადგენლებს არ შეგიძლია აქტიური იყო პარალელურად ქუჩაში ხო? ახლა ერთი მეორეს ხო არ გამორიცხავს მაგრამ ეხლა მე პროცესს როგორ უყურე რომ ჩვენი მეგობრები კოლეგები არიან შიგნით და ჩვენ ზაკული გეგმა უნდა შევიმუშავოთ რომ ჩვენი მეგობრები შიგნით ჩავხარშოთ ჩასაფრებულები იყოთ გარეთ და ხო აი რაღაცაა ხო იმიტომ რომ ნუ ჯერ გაუჭირდებათ ეხლა მეც რო ვიყო ერთ-ერთი ეხლა როდესაც ალბათ 40 ადამიანია არა და არიან მხოლოდ 15-ნი ნუ რეალურად პრობლემა იქნება ხო მათი დახმარება ხო არ არის შენი ამოცანა პირველ რიგში არის პოლიტიკური შედეგის მიღწევა ხო და ამაზე მინდა საუბარი მე მინდა ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ რომელიც ერთის მხრივ შეადუღაბებს ოპოზიციურ ძალებს კიდევ თქო შეიძლება ერთობა არ შედგეს მაგრამ ძალები უნდა გავაერთიანოთ და ეს ყველაფერი იყოს შედეგზე ორიენტირებული მაგრამ მე იმ პარლამენტში ახლა აი ამ წუთას აღგეუბნები უბრალოდ ნუ ძალიან მიჭირს წარმოდგენა რომ იქ ვიყო იმიტომ რომ ხა ემოციურად არ მიჭირს უბრალოდ ნუ ძალიან მძიმეა ჩემთვის იმ ადამიანების ხილვა ყოველდღიურად რომელთა დიდმა ნაწილმა ორჯერ იმუნიტეტი შემიჩერა ერთხელ პარლამენტიდან გამომაგდო ერთხელ დამიჭირა და რა მითხარ იცი ვაშაძეს უნდა შეხვდე ასევე
ცოტა ნაწყენი დღეს გამოიკვეთა რომ სალომე სამადაშვილზეც არ ხარ ნაწყენი ნუ არა ნაწყენი გავიგე ნაწყენი როგორ რაშაძეზე რატომ პოლიტიკურად ნაწყენი ხა მე კალნი გამისქელდა ნამდვილად აღარა პოლიტიკაში არ შეიძლება იყოს ნაწყენი მე შეიძლება როგორც პატიმას რაღაცა მწყენოდა არა რა თქმა უნდა გიორგისაც დაველაპარაკები და ეს ყველაფერი დასრულდეს იმიტომ რომ რაღაც დავინახე ოპოზიციურ ველზე პროპაგანდით არის რამდენიმე დაკავებული აი პროპაგანდა დღეს ერთმა თქვა რომ არ მინდა არ შეიძლება ეს გაგრძელდეს და ციხეში ვარ ჩემთვის იმ საკანში გამოკეტილი სად გავახსენდი ვის გავახსენდი თბილისის მეურვებისგან ან რატო ვარ წაგების ფორმულა ან როდის ყოფილა ერთობა არ თქვა შენზე არ უთქვა არა ერთობა არ ყოფილა ერთიანი ნაცების ერთიანი კანდიდატია წაგების ფორმულა როდის ყოფილა პრაქტიკულად შენზე მაგრამ არასოდეს არა არასოდეს არ ყოფილა ოპოზიცია გაერთიანებული ერთი ძირითადი კანდიდატის გარშემო არ მახსოვს არ არსებობს ესეთი არჩევნები ნიკა რაც ჩატარებულ 2012-დან 2020-მდე ერთხელ 2018-ში საპრეზიდენტო კანდიდატი და პირველი ტური მოიგო. იქაც არ იყო როგორ ეხა 4 ყოფილიყო ალბათ მოიგო. 5 ძირითადი გითხარი დათო უსუპაშვილი იყო, მახსოვდება ზურა გირჩი იყო, შალვა ნათელაშვილი იყო, დათო ბაქრაძე იყო. ეხა ვეღარც იმას ვამბობ სამწუხაროდ ერთ გრიგოლ ვაჟაძის გარშემო რო გავერთიანებულიყავით. ყველა მოვიგებთ მას ვამბობ საერთო კანდიდატი სხვათა შორის რა გამიკეთა გრიგოლ ვაჟაძემ ყველაზე ცუდი იგითხა და აი მორალური უპირატესობა დამაკარგია სალომე ზურაბაშვილთან მიმართებაში. რატო? აი რაღაცნაირად უბრალოდ აი ხო თავისი წასulis სამ ფორმით. ხო იმიტომ რომ ეხლა როცა გააკრიტიკებ ეხლა იქნება სამართლიანი კონტრარგუმენტი ჩემთან მიმართებაში რომ ხო აბა ეხლა სალომე ზურაბაშვილი თუ არ გინდა და მაშინ გრიგოლ ვაჟაძე უნდა აგვერჩია და იქ უკვე გაჭედილი ვარ. სამწუხაროდ ამიტომ მეგონი მაინც უნდა აგვერჩია კი გულწრფელად გეტყვით არა მე ხო არ უნდა აგვერჩია მორალური უპირატესობა ამ გადასახედიდანაც ვფიქრობ რომ უნდა აგვერჩია გრიგოლ ვაჟაძე და არა სალომე ეს სხვა საკითხია ზურაბაშვილი და მე მგონი არც აგვერჩევია სალომე ზურაბაშვილი მე ესე მგონია ნახეთ მიუხედავად გაყალბებისა 2018-ში რა მოხდა შენ არ გაყალბებულა არჩევნები ვერ დაგვარწმუნეს ეს საოცარი. ხო, რა უნდა კითხო ამ გადასახედიდან, რომ აი ხა დაიწყო რამდენიმე მიმართულებით, რომ აი ბოიკოტი იყო არასწორი, ამდენი დრო დავკარგეთ თუ რაღაცა. შენ რას ფიქრობ, როგორც ერთ-ერთ ინიციატორს ბოიკოტის ეს რო? ხო, არ გადაგიხედია შენ პოზიცია ამ მიმართულებით. მე ხა ის განცხადებას მოვისმინე, ერთ-ერთი ადრე, ბევრად ადრე შესული პარტიის წარმომადგენლისგან, რომ ნუ შევედით და აღმოჩნდა, რომ 6 თვის განმავლობაში პარტიებმა ოპოზიციამ ვერ დაგვააწმუნეს რომ არჩევნები გაყალბდა. შესტომაში ყავით შესულები. რომ არ ყოფილიყო ბოიკოტი, არაფერი არ იქნებოდა ეხა. მართლაც არაფერი არ იქნებოდა. აი აქ იყო თუ სანმე იყო ერთობა, ბოიკოტის საკითხის გარშემო იყო ერთობა და მე უბრალოდ უმძიმესი შესტომა დაუშვეს 23 თებერვალს, რამაც ძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქართული ოცნება და 23 თებერვალამდე ნიკა შეგახსენება რაზე იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანი არჩევნების ანუ ისფედის კალკულაციაზე ეუთოს დასკვნაზე ოდერის დასკვნაზე და შედით პარლამენტში ამაზე იყო საუბარი პარტნიორების მხრიდანაც გიორგი რურუაძე როგორც პოლიტპატიმარზე საერთოდ საუბარი სამწუხაროდ მოლაპარაკების მაგიდაზე აღარ იყო ამიგეთ ანუ გაჭედილი იყო პროცესი თრომბი იყო ხო დაუშვეს მძიმე შესტომა რამ გამოიწვია შენ არა პრინციპულობა მის პროვოცირება იყო შენი кейსი და ერთად რო ვიდექით ყველანი ერთად რო ვიდექით და დაძრა ეს პროცესი ამიტომ ეხა ბოიკოტი რომ არ ყოფილიყო ეხა 23 თებერვალს მე რა რატო დამიჭირეს მე რომ პარლამენტში შევსულიყავი ხო არ დამიჭერდა პირიქით ეხა მე რომ პარლამენტში შევსულიყავი და აი მისულიყავი არა ავსულიყავი აქ სოლოგში ან ვიღაცა მიმეგზავნა ბიზნესში რომ შევალ ერთ-ერთი 8 კაცსაც დავარწმუნე რომ პარლამენტში შევიდეთ და 1-3-4 პატიმარი გამოუშვი ციხიდან არ გამოუშვი ეხლა ბიზნესმენი უღირდა ჩიტი თონად ამიტომ ჩემი ციხიდან გათავისუფლება რატო ყვები ამას ეს არ არის გამარჯვება ხო ეს ბრძოლის რაღაცა შუაში ვართ ხო მიზანი თავარი ჯერ მიუღწეველია და ამას ის გამოც ბოიკოტი იყო და რის გამოც შენ ეს ყველაფერი ქენი ის არ არის მიღწეული რა თქმა უნდა მე თავის დროზე რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რამდენიმე ელჩი გავანაწყენენ კიდევ ისინი მომხრეები იყვნენ, რომ აქციები არ უნდა ჩატარებულიყო. კი, ფონდებს უყარც იმ შვიდობას. არც თუ სასიამოვნო ანუ ის პერიოდი სასიამოვნოდ მახსენდება, იმიტომ რომ პრაქტიკულად
მკვეთრად ვიყავი დაპირისპირებული, იმიტომ რომ მათი მკვეთრი პოზიცია იყო, რომ აქცია მაგალითად 8 ნოემბერს არ უნდა გამართულიყო რუსთაველის გამზირზე. მე ვთქვი, რომ უნდა გაიმართოს. და ახლა წავედით CSKO-ს და მე კიდევ უფრო დაიწყან. ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ხო, ელემენტარული შედეგიც არ გვექნებოდა, რაც მქონდა, მაგრამ ეს არც ერთ, არც ორ, არც მე და არც 4 და 5 პოლიტიკოს არ მიუღწევია. ეს შეძლო რაღაცა კონსოლიდაციამ. კონსოლიდაციამ შეიქმნა რა, ხა ეს შესაძლებლობა. მე უყურებ რეალურ, ანუ ობიექტურად კეთვი, ოპტიმიზმად უყურებ პერსპექტივებს, მომავალში შესაძლებლობებს. არ არის აუცილებელი, რომ ყველა რომელიღაცა კანდიდატს ჩაეხუტოს და ასე გავიდეთ კარსმდგარ უმძიმეს არჩევნებზე, სადაც ფორა 150,000 ხმიანი აქვს ქართულ ოცნებას, უმძიმესია რა, ვიცი, ხა ვიღაცას გონია 53%, უმძიმესია, ხა მე ვიცი რა მოხდება რეგიონებში და რაიონებში, იქნება ტერორი. და ხა რაც არ უნდა არაჩვეულებრივი საარჩევნო კოდექსი ყოფილიყო 31 ოქტომბერს არჩევნებზე, რაც არ უნდა, არ ვიცი მე იქ პროპორციები შესულიყო კომისიის წევრების საარჩევნო უბნებზე, გარეთ რა ხდებოდა, ხახნო. ანუ კანონის მიღმა რა ხდებოდა, იარაღ მოშველილი ხალხი დარბოდა და არჩევნებზე არ უშვებდა. მე ხო ვიცი, რომ დანში ანუ დადიოდნენ მოკრიმინალო ელემენტები, სუსტან შეკრულები იყვნენ და უგზავნავდნენ პატიოსან ახალგაზრდებს საარჩევნო უბანზე მისვლას. რო ხმა არ მიეცა. ეს ხდებოდა, ეხლა, ანუ ეს როგორ შეიძლება განეიტრალდეს? აი, უნდა დარწმუნდეს ხალხი, ქართველი ხალხი, საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ ავანგარდში ვინც დგას, განსაკუთრებით აი პოლიტიკოსი მაგაცები განსაკუთრებით, ხო, მზად არიან აი ამ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ანუ თავიანთი სიცოცხლის და ჯანმრთელობაც სამსხვერპლზე მიიტანა. რატომ მარტო მომაკაცია? არა, იმიტომ რომ ველზე საბრძოლველია რა, ეხლა ველზე საბრძოლველია ხა მახსოვს. არა, ნახეთ, მე მახსოვს ეხლა სალომე სამადაშვილი მოვიდა კადანში. და როგორც დეპუტატი არჩევნების დღეს და ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მივიდა. და ვიცი, ეხლა სალომე იქ რა დაინახა, ხო? შეუძლებელი, 40 წუთში მოbrunდა ცენტრალურ შტაბში. შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ცემა ტყეპა მიმდინარეობდა, რა უნდა იქნა დამკვირვებელ სალომე სამადაშვილს, ხო, რა? ფიზიკური დაპირისპირებისთვის არიან ესენი მზად. ანგარიშწორებისთვის არიან მზად. ის რაც იკადრეს 31 ოქტომბერს იკადრებენ, უფრო მეტსაც გვაკადრებენ ახლა. მაშინ გამოსავალი რა. გამოსავალი არის ის, რომ ჩვენში უნდა დაინახონ. მარტო უნდა დაწმუნდნენ, რომ მარტო კი არ საუბრობთ. რომ აი ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი მზად უნდა იყოს ისეთი ბრძოლისთვის, რომელიც ან გამარჯვებას მოგვიტანს, ან უკან ციხეში შევბრუნდებით რა. ესე შუაში არც იქით, არც აქეთ არ გამოვა, ასე არ მოიპოვება გამარჯვება. ყველა მაგისტრის მზადაც არ იქნება, ოღონდ ხო? ხო, ამაში დარწმუნდები, ნიკა, მე ეს გითხარი, ეს ვიგულისხმე, გავესაუბრები ყველა ლიდერს, ყველა კოლეგას და პირობას გაძლევ. შენს ეთერში სხვა კოლეგა ტელევიზიების ეთერში ვისაუბრებ სიმართლეს და ვიტყვი, არ მოვატყვილებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ვიცით რა, აი კიდევ 10, 15 და 20 ადამიანი ჩასდეს ჩემს გამო ციხეში. ხო? ეხლა ჩვენ თუ არა ვართ ბოლომდე წამსვლელები, ბოლომდე გულისხმობ, რომ ვიცით რა, ეს უნდა იგრძნობოდეს, ეს კლიმატი უნდა შეიქმნას ასეთი. კლიმატის შექმნას სჭირდება ერთობა პირველ რიგში. 2012 წელს რა მოხდა? შექმნას ეხლა ვაღიაროთ რა. ხაშურში რაღაცა სპეცნაზელმა, ვიღაცა სულელმა დაავლო ხელი იმას, რო ქვია, ურნას საარჩევნოს გაიტაცა და ხალხი გაეკიდა შეიარაღებოს. და ეხლა 31 ოქტომბერს მე იშვიათი გამონაკლისის გახდა ეს რწმენა არ მახსოვს, რომ ოპოზიციურ ველზე ყოფ, იმიტომ რომ ისინი ხედავენ პოლიტიკოსებსაც ბოლომდე არანთებულებს. რეზერვირებული. ხო, აი რაღაცა იცით, რომ ხო, არა. ამიტომ ეს თუ არ გადავდეთ, ჟურნალისტები უფრო ანთებულები. კი, ეს ამიტომ არ ვაკადრებ მე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი. მე შემიძლია, მე ვარ ნაკლოვანებებით, ვარ უპირატესობებით, ვარ ერთი რამ ვიცი. საშუალო სიხშირეზე, საშუალო გამარჯობათ. როგორ ძანდებით? მადლობა. საშუალო სიხშირეზე ვერ ვიქნები. ან ბოლომდე სამართლიანი ბრძოლა? აქაც так. ხო. სად მივდივართ ახლა უნდა მითხრა? სახში მოვედი. შენთან სახში.
ისმის ახლა ჩემი ხმა? რა შვები ხლა, რას ფიქრობ, სად მივდივარ სახლში შენთან, ბერჯერ ვარ ნამყოფი. ბავშვი ნახე უკვე ჩამოვიდა თავის ძაღლით. ძაღლი გაიზარდა სხვაჭარს ამას. გაიზარდა, ესე მომჩნი. ეხლა ნახა. რიდი, სან ეს ის მომცეს. ეს იქიდან გამოვიდი, სულათიანი. არა, ასე გაგზელები. ცნობას რო დავტოვე ციხე. უი, აჩვენე, ცნობა რა დავახარ. რატო არ მელაპარაკებოდი? როცა ხო და რა მოსკოვი. გუბი. გაიზარდა? შენ ვერ გინახელი. დიდი ხალხი წერიანებია მამა. ეს რადიო წამოვიდა სამახსოვრო. დიო მოდი. ეს საუბარი არის რას საქმეა, ნო? ვია ორონისოს ვია ნახე. მივლინებიდან რა დაბრუნდა? გუბი რამ ხელახარ, გუბი? რა? ვიგა რა გულაშო დაფრე. შომა ეხლა უნდა გადავაგორო და იქ წავიდე. შო, აი აქ დავჭიდეთ ორი წვრიკე მივლინებიდა. ეს დამაბარა, ეს ისინი სათამაშოები. და ვიცოდი ახლა რომ შემოვიდოდი. და ახლა ლეგოს მიცემდი მე ახლა ზედაცაც შემოხედავდა. სამ გაიზარდი. ა? რა? გაიზარდი. თვეებს გაგზავნა. ხო გადავყარსით ბოლოს ეს. თვეებს. არაფერი, ნუ ბუბი რა, ბუბი მიცნო. ბუბი უფრო მე თამაშება, ვიდრე შენ. ა? მას ახლა ცხოველია კამერების გავალ ხა ჩვენ ცოტა და კამერები გიჯდება კამერები. ხო? კამერები ხო გიგონს. სარგეშია კამერები? ბატონო? ვიღაცა შეშინდა წამს. იმაში ქონდა საკანში სანდროს 12 სურათი ხოლმე შემოწყდა. 12 სურათი გაკრული. სხვა კედლებზე, ნუ სხვა რა, ნუ რა, 4 კედელი რაც არის. და იმიტომ რომ ხო შიშველია ეს კედელი, ასირუხე, რაღაც დეპრესიული და შემოვატანიე და დიდი ფორმატის ფოტოსურათები რო გავაკარე, 100 სიცოცხლე შემოვიდა. უშენ ჩამოხსნა. რას ფიქრობთ? რადგან ყველაფერი კარგად არის? კი ძალიან მიხარია მედიერი ვარ სახშია და სანდროსთან სანდროსთან დაბრუნდა. სამდენიერი ვარ მივლინები. რას ფიქრობთ? აი მე რას ვფიქრობ? ბედნიერი ვარ რომ გამოვიდა. ველოდებოდი, მაგრამ მაინც აი რომ ხედავ უკვე სხვა გრძნობა. აწი იწყება ყველაფერი ჩემო. კი. რა იწყება? აწი იწყება ბრძოლა, ნამდვილი ბრძოლა. ბოლომდე. კი, ამას ახლა ფერი არ შეუცვლიდა თავის აზრებს და იდეებს. მე მგონი პირიქით დაისვენა. კარგად და უფრო ათმაგად შეუტევს.